როგორ დავანებოთ მამებმა წითელ Marlboro-ს. როგორ და შვილებზე გადავიდე, ნახე შვილებზე ორგანულად გადავიდე, რომ მივხვდი რომ შვილებს აუკითხო მორალი სიგარეტა არ მოწიონ, შენც არ უნდა ეწეოდი ალბათ რა. მართალია, ჩემი შვილები აქეთ მიკითხავენ ხოლმე მორალს, რომ სიგარეტს რატო ეწევიო. დიმიტრი ტატიშვილი ჩავწერეთ და როგორ დაანება. ბატონი დიმა? დიახ, ბატონი დიმა. როგორ დაანება. ღამე რო დგებოდიო შუაღამისას თუ არ მქონდა მაღაზიაში მივდიოდიო და რომ დავფიქრდი რა სისულელეს ვაკეთებდიო შუაღამისას საწოლი და როგორც ერგები სიგარეტის გამო და იქვე დავაღებე თავი. ნოემბერი იყო, ეს იყო 3 წლის წინ გორში მქონდა რეპეტიცია მახსოვს და 4 კოლოფი სიგარეტი დავამთავრე შუადღის 3 საათზე. იმ დღეს ხომ მიდოდი 1-2-3 კოლოფი კიდე თუ 3-ზე 4. ეს იყო ბოლო ღერი. ერთი რამაც პანჯა საშინლოს იყო რომ ესა რა ქვია. აი სულ რაღაც აი ესა რა, აი გავგიჟდი. მე ზამთარში რო ჭამდი, გავდივოდი აივანზე გიჟივით ასე ვიდექი და მე მივხვდი რა მინდა რა დავდივარ თქო. საშინია, მაგრამ ერთ კვირაში გაჩნდა სუნი, გემო, დედამიწა, გარემოს რაღაცები გაჩნდა.